გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე და როგორც ყოველთვის გადაცემას ვიწყებთ ტრადიციული სოლიდარობას უცხადებით ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას რა თქმა უნდა. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველა იმ მოქალაქეს რომელიც გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს, შეგახსენებთ, ვისაც გაქვთ სურვილი გვერდით, დაუდგეთ ჩვენს გადაცემას, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში, ვანო შოუს Facebook გვერდზე და ჩვენ YouTube გვერდზე. იქ არის ვრცლად წერია ჩვენი უბედურების შესახებ. ყველაფერი არის ნათლად ესე ერთი სიტყვით. ასევე პატიმრების სიას კიდევ ერთი პოლიტიკოსი მიემატა, ეს არის ალეკო ელისაშვილი. ისე რომ დავაკვირდი ჩემი გადაცემის ანონსს, რომელიც ტრიალებს ხოლმე კვირის განმავლობაში, უკვე 4 პატიმარია ანონსში. ძვირფასო მეგობრებო. აქედან ერთი სუბუქ დანაშაულზე, 2 სახელმწიფოს დამხობის და 1 ტერორიზმის მუხლით. იუმორისტული გადაცემის ანონსზე ვლაპარაკობ. აი ამ ანონსში ესეთი 4 ადამიანია. ამიტომ სუსი რომ არ მომადგეს, დივერსიულ მუშაობის რეჟიმზე გადავდივარ სტუდია გადამაქვს მიწის ქვეშ გასაიდუმლოებულ ადგილას და პარტიზანულ გადაცემებს ვიწყებ ძვირფასო მეგობრებო. პარტიზანულს. გადავდივარ სკანდალურ თემაზე. კვირის არა, არც თვის ძვირფასო მეგობრებო, არც წლის პირდაპირ საუკუნის სკანდალს გამოჰკრახელი ქართულმა ოცნებამ. BBC-ზე გავიდა ჟურნალისტური საგამოძიებო სიუჟეტი, სადაც გამოითქვა ვარაუდი, რომ საპროტესტო აქციების დაშლისას წყლის ჭაობში შეურიეს აკრძალული ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენეს ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს თუ დადასტურდა ჰააგის ტრიბუნალი ემუქრება ყველას, მათ შორის ივანიშვილსაც. ანუ ის ხალხი, რომელიც გვეუბნებოდა აბა ომი გინდათო, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით გვებრძოდა საკუთარ მოსახლეობას ძვირფასო მეგობრებო. და აქეთ მხარეს კიდე იყო ხალხი, რომელსაც სჯეროდა რომ ესენი მშვიდობიანი არჩევნების გზით წავიდოდნენ. ქიმიური იარაღით გვებრძოდნენ, ქიმიურით. და მშვიდობიანი აქციების არჩევნების გზით წავიდნენ, ესე ეგონათ. ერთ-ერთი პოლიტიკოსის არ შეგვების ხანგრძლივ გეგმას და მდუმარე პროტესტს ველოდები ამ მომწავლელ აირთან დაკავშირებით პოლიტიკოსები არიან ხოლმე ესეთები, რომ მაგალითად ხანგრძლივი მოთმენის და არ შეგვების გეგმები აქვს ძირითადად. მთელი ცივილიზებული სამყარო ხომ ქართულ ოცნებას ემუქრება და ახლა უკვე ჰააგის სასამართლო ემატება კიდევ. რომ ამბობდნენ, რომ ესენიო ცუდად დაამთავრებენო, ხო არ იყო ესეთი მოსაზრება ამბობდნენ. ცუდად კი არა, ესენი დამთავრებითაც ვერ დაამთავრებენ, ასე ფიქრობ ძვირფასო მეგობრებო, ჩემი ხილვებიდან ჩანს გზა აბნეული ქოცები, გაურკვეველი ტრაექტორით როგორ დარბიან და როგორ ეხეთქებიან მეზობელი ქვეყნის საზღვრებს. ესეთი ხილვები მაქვს. ხილვა არასოდეს ცდება, არასოდეს. თავრობამ მხოლოდ ხალხი კი არა, სპეცრაზმელების და პოლიციელებიც გაიმეტა, როცა ის ნივთიერება გაუშვა. ანუ ერთიანად გვჟლეტდნენ. ფაქტიურად რაღა როდიონოვი 9 აპრილს და რაღა ესენი. უფრო რომ გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან შემიძლია ორბის რეკლამა წაგიმღეროთ ძვირფასო მეგობრებო. არა მაქვს პრობლემა, სმენა მაქვს. ორბი მილენიუს პროექტს ფანტასტიკს. მოდი ვნახოთ რა რეაქცია გამოიწვია ამ ამბავმა ქართულ ოცნებაში. ქართულმა ოცნებამ BBC ფეიქ მედიად გამოაცხადა და სასამართლოთი ემუქრება.
BBC-ს ეძახიან fake news და თან ამას აცხადებენ იმედის და პოზიტივის ეთერებიდან. ანუ fake news-ის მექადან ძვირფასო მეგობრებო. ანუ ჯერ ვაქიშვა fake news-ი და მე რომ დანარჩენ სოფლიოში გავცელდა იმ ტელევიზიებიდან აცხადებენ აი ამ ყველაფერს. BBC-ს სკანდალის გავრცელების შემდეგ მედიასთან გამოჩნდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩვენი უდარდელი ვახტანგ გომელაური და თქვა რომ ეს ნივთიერება უკაცო ნამდვილად იყიდა შესაძლოა ოღონდ ნაციონალების დროსო. მოკლედ გომელაურმა ეგრევე დააყრანტალა ძვირფასო მეგობრებო ხო ქონდა ეგეთი ნივთიერება ქონდა ანუ ფაქტიურად აღიარება. მე პირადად გომელაურს შევადარებდი პატარა ბავშვს. რაღაც საზოგადოებაში პირდაპირ სიმართლეს რომ ამბობენ ხოლმე, ხო იცი ბავშვები? საერთოდ რო არა აქვთ არანაირი ფილტრი, ბავშვებს ხო ფილტრი არა აქვთ, პირდაპირ ლაპარაკობენ სიმართლეს და მშობლები რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან და ვაიმე რა თქვა ეს ბავშვმა რა თქვა. ისია ახლაც გომელაურმა სიმართლე ბავშვი დააბრეხვა და ახლა მთავრობა თავს სიმართლებს არა ნუ ესე არ ყოფილა ბავშვია მაინც. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე გამოვიდა მეორე დღესვე. უარყო გომელაურის ვერსია. მსგავსი არაფერი შეუძენია შესაძლო. ანუ არც ადრეო, არც ეხლა არც ადრეო, ანუ არც ნაციონალების დროსო. გაიგე ეხლა გეკა არის ნაციონალი, იმიტომ რომ ნაცები დაიცვა თუ გომელაურია ნაციონალი, რომელმაც ოცნებას ძირი გამოუთხარა. მოკლედ დიდი არეულობაა ქართულ ოცნების რიგებში ძვირფასო მეგობრებო. დიდი არეულობა. ირაკლი კობახიძემაც გააკეთა განცხადება და გომელაურის ვერსიაზე. მოდი ვნახოთ რა თქომან. არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი. ნაცმოძრაობის დროსაც კი არ შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება. ისეთ უბედურ დღეში არიან ირაკლი კობახიძეს პირადად უწევს ნაციონალების დაცვა. ამას ირაკლის ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. წარმოიდგენთ რა მდგომარეობა ნაცებს იცავენ. ქართული ოცნება ალბათ ახლა მუშაობს ვერსიაზე კი რაღაცას ვურევდით წყალში, მაგრამ ქიმიური მომწავლელი ნივთიერება არ ყოფილაო. ორი ვერსია აქვთ. ან კანის დამატენიანებელი იყო, ან შამპუნი თმის გაყოფილი ბოლოებისთვის. აი ეს ორი ვერსია შეაფრქვიეს ხალხს, ესე ვფიქრობ. ქვეყანას შექმნილ ამ ძიმე ვითარების ფონზე საოცარი სიხარული მოგვანიჭა თბილისის მერიამ. ნახოთ ინფორმაცია. თბილისის საახალწლო სლოგანი წელს სიკეთით სავსე ქალაქი იქნება. ესე იგი ქოცების ცინიზმი მწვერვალებს აღწევს, მთელი ქალაქი გაზით გაგუდეს და ამათ სიკეთით სავსე ქალაქი დაარქვეს. მართლაც რომ ეს ქალაქი სიკეთით სავსეა. თან იმდენად სავსეა რომ გამხეცებული პოლიციელები ტენიან მანქანაში ახალგაზრდებს ზალადობით, რომ ქალაქში სიკეთემ დაისადგუროს. ვისაც ვერაფერს ეუბნებიან, იმათ მერე ტიტუშკები უსწორდებიან სიკეთით. ჯიბეში სიკეთეებს უტენიან, უდებენ. ერთი სიტყვით ეს ქალაქი ერთი დიდი სიკეთეა, თვითონ მეგობრებო. არა, კიდე ვერ ვიზიაზრებ, მგონი მართლა რასთან გვაქვს საქმე. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ეს ნივთიერებაო, ხალხო გესმით? ანუ იმდენად მავნეა, რომ ყველაზე სასტიკ მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ გამოუყენებიათ. რა ვიცი, ამას თუ ვერ აანალიზებთ ქართველი ხალხი, თუ რა სასტიკ მმართველობასთან გვაქვს საქმე, მაშინ იჯექით სახლში, ჩართეთ იმედის სერიალები და იძახეთ სუპი მაქვს, სუპს ავჭამ. ხო. ორმის რეკლამა კიდევ შემიძლია წაგიმღოროთ თუ გაბრაზებისთვის რამე დაგაკლდათ ძვირფასო მეგობრებო, არა მაქვს მაგის პრობლემა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში განსაკუთრებით დედაქალაქში, განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე არ გვაკლია არც მტვერი, არც გამონაბოლქვი, არც ჰაერში მძიმე მეტალები, არც სმოგი, არც წიწაკის სპრეი, არც ქიმიური ნივთიერებები, ერთადერთი რაც თავისუფლად სუნთქავს, ამ ქვეყანაში არის ბიზნესი. დაიმახსოვრეთ. დანარჩენი ვიხრჩობით ყველა, აბსოლუტურად. ბიზნესი და სამთავრობო მედია ვახსენე და არ შემიძლია არ შევეხო ერთ თემას. მარეგულირებელმა კომისიამ გამოაქვეყნა სატელევიზიო არხების 3 თვის ფინანსური შემოსავალი და როგორც ირკვევა 4 სამთავრობო არხზე ყავის წარმოებელმა კომპანიამ მეამამ განათავსა 2 მილიონი ლარის რეკლამა. 500,000 4 ტელევიზიაში ასე გაუშვა.
ეს ინფორმაცია და ციფრები არ ვიცი ქართულ ხალხს რამდენად, მაგრამ ქართულ ოცნებას ნამდვილად ეამა ძვირფასო მეგობრებო. 2 მილიონი აქვს მიტანილი მეამას სამთავრობო არხებზე. აქ კი არც ერთი თეთრი ამ ტელევიზიაში. ამ 4 არხიდან 3-ს ჩვენზე დაბალი რეიტინგი აქვს. ჩვენთან უბრალოდ ყავის აპარატები უდგათ ამათ. ანუ ჩვენ რეკლამა კი არა, ყავასაც კი ვყიდულობთ. ფაქტიურად ჩვენი გადახდილი ფული მიაქვს სამთავრობო არხზე. გამოდის რომ იმედის დაფინანსებაში ჩვენც მიგვიზღვის რაღაცა წვლილი, არ ვიცი, როდემდე უნდა ვიყოთ მუდამ კეთილი მაზოხისტები, მე არ ვიცი რა. ევროპა და ამერიკა მოვიმდურეთ და სულ უფრო ვშორდებით, მაგრამ სამაგიეროდ ყავს ახალი მეგობრები. სამთავრობო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ინდოეთში გაემგზავრა. არ შემიძლია არ გაჩვენოთ როგორ წარადგინეს ჩვენი დელეგაცია და შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტში ვნახოთ ვიდეო. श्री शाल पापुआ शिल्ली के नेतृत्व में संसदीय शिष्टमंडल उपस्थित है। मैं अपनी ओर से तथा सदन के सभी मान्य सदस्य की ओर से उनका हार्दिक ისეთ შეგრძნება მქონდა შალვა პაპუაშვილს აცხადებდა ვოლტის კურიერი. თან ცოტა დაღლილი ხმით, აი მთელი ქალაქი რომ მოიარა და ბოლოს რომ ამას მიუტანა შაურმა. აი ესეთი გამოცხადება ქონდა. დალბაში ძალიან ხმაური იყო ინდოეთის ოპოზიციამ, ყვირილი დაიწყო. მოკლედ ეს კაცი მიკროფონში ქართულ დელეგაციას წარადგენდა, ცალი ხელით ოპოზიციას აწყნარებდა, მეორე ხელით შაურმას შეკვეთას იღებდა და ფეხით ცომს ზელდა. დაახლოებით ასეთ გაუგებრობაში იყო ჩასული ქართული ოცნების დელეგაცია. მოკლედ არაბებთან ხომ დაიწყეს მჭიდრო მეგობრება, ახლა ინდოელებთან ერთად მოიფიქრებენ რაღაცა პროექტს. მოკლედ საქართველოდან ქართველები მიდიან და მათ ადგილას ინდოელები, არაბები და რუსები იკავებენ. საქართველო მალე იქნება ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხალხმა კი არ შეცვალა მთავრობა, მთავრობამ შეცვალა ხალხი. გადავდივარ შემდეგ თემაზე. გურამ მაჭარაშვილი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კომენტარს აკეთებს. ნახოთ მისი განცხადება. ახლა გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე, ამას მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ ექნება. რას ამბობთ? ბატონო გურამ, ჩვენ ქორწილამდე ვიზის წინააღმდეგები ვართ. თქვენ ვინ გონივართ საერთოდ? კარგად უნდა ჩაღრმავება მაჭარაშვილის ამ მოსაზრებას. ესე იგი, ვიზებს თუ აგვიკრძალავენ, კაცის გათხოვების რისკები მცირდება. რა თქმა უნდა, გეიკერები ისევ იქნება, მაგრამ ფრთებს ვერ გაშლიან ეგ დამპლები ეგენი. ფრთებს ვერ გაშლიან. და ის საელჩოებთან საჯიშე ქართველების გეირიგები რომ ჩამოდგება. აი მაშინ წავიჭერთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას აჯიშებს. ერთგვარი მახე იქნება ეს. ერთგვარი მახე. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გადაიჭერს ეს კაცების გათხოვების ეს უდიდესი პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ 100,000-ობით მამაკაცი უნდა შევიკრიბოთ ერთ დიდ ადგილას, ერთმანეთს პირისპირ დავდგეთ და თვალებში ჩავხედოთ. ერთმანეთს ყველა მამაკაცმა თვალებში უნდა ჩავხედოთ და პირდაპირ მივხვდებით, ვის აქვს ნებების მოზღვავება და გათხოვებისკენ ტოლვა. იმიტომ რომ თვალები არასოდეს იტყუება. თვალები არასოდეს არ იტყუება. გამორიცხულია. ის გეი ნაპერწკალი რო ვერ შენიშნოს ადამიანმა, როცა ერთმანეთს თვალებში ჩავხედა. ისე თქვენ თუ აკვირდებით, მე რამდენად წამოწიეს ევროპაში ქართველი კაცების გათხოვების თემა. კარგით რა კაცო, მართლა და მართლა. თუ გვათხოვებთ ამ კაცებს, ცოტა დროზე მაინც გაგვათხოვეთ, კაც უკვე აღარ შეგვიძლია. როდემდე ვითმინოთ? ეს ვნებები ყოველ საღამოს ფეხიდან მოდის და მე მთელ ტანში რომ დაიგვის და მთელი დღე ხელში მაქვს ხოლმე ეს გაჩხერი. თვეებია უკვე ასე გაუბედურებულ დღეში ვართ, ხო და თუ გვათხოვებთ, დროზე გაგვათხოვებთ, თორე ამ ვნებებმა თუ ამოხეთქა და ამოიფრქვა, ვერ გადამირჩებით თქვენ იდიოტებო თქვენა. მომეშალა ნერვები უწევ. მოდიში ცოტა ავღებდი. მადლობა, ეს იყო დღევანდელი ჩემი მონოლოგი, იმედია ჩემს შოუს სულ მალე გააფორმოს ბენდი თამულანეგაშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის
სტუმარია ჟურნალისტი ქალბატონი დიანა ტრაპაიძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის წარდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი, მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა PSP, ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი სპონსორია კეტონალი, ევროპული ხარისხის ბრენდი წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმით. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ძვირფასო ტელემაყურებლო, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც ქვია ჩვენი არხი. მისი მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ნომერი რეაქტიული პოეზია. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გახლავართ რეაქტიული პოეტები, ბატონი ვასიკო ჭკვიშელი და ივანე კლდისელი. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო ლექსები აქტუალურ თემატიკაზე, რეაქტიული პოეზია, რომელსაც დაიწყებს ბატონი ვასიკო ჭკვიშელი. ევროპის კართან ვგროვდებით, ერთი კაციც და ვთხოვდებით. ევროპიდან მოვდივარ, ჭრელ-ჭრელ ფერთა გამავარ, გამატარეთ ურიგოდ მეძუძური მამა ვარ. დიდებულია. რომანტიკულ მუსიკაზე მომეტუზა ზურიაო, გათხოვილ კაც ხელს ნუ ახლებ ისი ჩინაურია. ჩემთვის ვიდექი კაცი მომადგა, მე ჩალიჩება ვერ ვიკერები. უნდა ჩავაქროთ თელ ქვეყანაში გეიკერები. გისმენთ? გურში სპილო დავინახე, დავესროლე ის არის. კენგურუს და ფარშევანგს კი გავარტყი ფიცარი, მაგრამ უცებ მომიწია სპეცრადმელთა დატაკება, რადგან თურმე ჩამიშლია ვინ არის გადაღება. შესვენება ბრეიკია, ირინა ხომ შეიკია, კუმისელი რეიკია, BBC ხომ ფეიკია. არ ვუყურებთ BBC-ლებს, იმედი გვაქვს თბილისელებს. არა ჩვეულებრივი. წყალთან ნაერთი ქიმია, მომიტინგებ რომ დალია, ეგ მომწავლელი არ არის, ეგ ხომ ლაღიძის წყალია. კიდევ გავაგზავნებ ერთს კიდევ ვიტყვი. ბრძანეთ. თუ კი იმედმა რამე დამალა, BBC-ს კვლევა მუდამ აქ არის, სულ ყველაფერი გამოირკვევა. შექსპირს შაქარი. უჰალა ვასარაბია, მეზობელი არაბია. ვაჰილ არა, პრარაბია, ჩემს ქვავითაც არაბია. ვაჰილ პაპილ კაბაბია. ჩემს ზევითაც არაბია. რა მინდოდა, სად გარბივარ? მე თვითონაც არაბი ვარ. ეს უეცრად დავამთავრე. შეიძლება უცნაური დასასრულით. იქიდან რუსი შემოდის, აქედან მოდის არაბი, ინდუელს მოაქვს სკუტერით, ჩემთვის ნანატრი კაბაბი. პაკისტანელმა მომყიდა საძინებლისთვის ფარდა. სულ ყველა ერი აქ არის, ოღონდ ქართველის გარდა. საინტერესოა. მიწა გაყიდა ქალაქს უშენებს, ფულის შოვნაზე გადართულია, არ შეგეშიდეს ჩემო ქვეყანავ, არაბებს მიღმა გაზაფხულია. კიდევ იდოეთზე ევროპა თურმე ბინდია, აშშ მაგრად კიდია, პაპუაშვილს რომ უყურებ, ინდია ძალიან გვინდია. რა ჩვეულებრივია. როცა ნაცები მოვიდნენ, თავი შევყავით ნაცებში. მერე კოცები მოვიდნენ, ამათ მოსვლიდან 9 წელში. თავი კოცებში შევყავით. აღარ გვენდობა ევროპა. ხალხო გვეყოფა შეყოფა, ხალხო გვეყოფა შეყოფა. საინტერესო ბოლოს ისეთი მახვილი იყო. დიახ. ფოტოშორის მინდა გითხრათ, რომ მე კოცებში წყავს ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსები. მართლა? ამაზე ერთ ლექს ძალიან მოგიწყდით. ბიზნესებში ხილბოსტანი, ბითლზებიდან რინგოსტარი, კოცებიდან წილოსანი. ბასლაინში რომ დარბი ხარ შკოდით, ფეხი დამადგით ოდით და ოდით, სული სიმშვიდით ვერსით მპოველთა, შუშა ჩაბურეთ, შკოდით ყოველთა. არა ჩვეულებრივია ბატონო. ამიტომ ეხლა დროზე თუ არ დავამთავრეთ ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო შეიძლება სახლში ვერ მივიდეთ. თავის დროზე, იმიტომ რომ თბილისში არის საცობი დიდი, ვეღარცა მიდი. აქეთ საცობია, მაშინ მეც მაკეთ მიდი და მიდი. აქეთ მიდი. იქით მიდი, მაინც იქით მიდი. მიდი, კი ბატონო. ასე მიდი? ასე მიდი. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP,
PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი ექსტრა. კეტონალი ექსტრას წყალში ხსნადი გრანულები სწრაფად მოგიხსნით ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შექმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც ქვია ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ბიძინა ივანიშვილის არაბული ზღაპარი. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობები. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ხარ ქვეყნის მართვაში ისე რომ არ ჩახარ ხალხში კაცი ხარ ღმერთი ხარ ვინ ხარ საერთო ქართველი გადავასახლე არაბი ჩამოასახლე ბრუნდებით რეკლამით და ძვირფასო ტელემაყურებლებო და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი დიანა ტრაპაიძე. დიანა. მოგესალმები, ვანო. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ, რომ იცი რა არის მე რო უყურებ ხოლმე შენს გადაცემებს, ხო? და რომ ამთავრებ და რომ აი ეხლა იწყება ვანოს შოუ და არ გადართოთ და რაღაცა და მეთქე ამ გოგოს რითი ვცე პატივი. რითი ვცე პატივი, ვფიქრობ. ეხლა მე ვფიქრობ რითი ვცე პატივი, როგორ დაგაანონსო, აი აქაც მე ვარ, იქაც მე ხო, აი რაღაცა და რაღაცნაირად უნდა სხვანაირად დაგაანონსო. ხო და აი რაღაცა ესეთი ფორმატ მოვიფიქრო რომ მინდოდა რომ სტუმრად ვანო, ამ წლის შეჯამებას რომ გავაკეთებ, რაღაცები მოხდა წელს ზოგადი რთული ვითარების მიღმა, ძმისშვილი შემეძინა, მანქანა გამოვცვალე და ეს თქო მესამედ შევიყვან რომ ვანოს შოუში მოვხდი, როგორც აი წლის თავარ ამბავს, მაგრამ ეგეთი ისენი. ვანო, შენ როდის დამირეკე, იცი რომ ეთერში მოვსულიყავი, თან ცოტა ვფიქრობ რომ არიკი ახლა იუმორის და ხუმრობების დრო დილას ავდექი, ჩამოვსკროლე და BBC-ს ფილმი ვნახე. მერე ნელ-ნელა ვნახე ეს ფილმი, ვუყურე, მერე წამოვდექი ტელევიზორი ჩავრთე და ნანუკა ქაჯაიას ჩართვა იყო ალეკო სასამართლოდან, ანუ ამ ფლანგზე რა ხდება, იმ ფლანგზე რა ხდება. მერე ლას-ლასით მოვედი ტელევიზიაში და კარგად იცი, ახლა არ არის დასამალი, რომ კრიზისია ტელევიზიებში და აქ რაღაცნაირად ჰქონდათ კომუნიკაცია, მოკლედ ამ კრიზისის თემაზე და აი ცუდ ხასიათზე ვარ და მეთქი გარეთ გავალ ცოტა ხანი გავისეირნებ თქო და ამ დროს წამომეწია ექიმების ინფორმაცია რომ დღეს ჰაერზე არ გახვიდეთ არ არის რეკომენდებული და თან ხო იცი რა სასეირნო ადგილი გვაქვს აქ ხო იცი რა ცივილიზაციის მიღმა გვაქვს რატომ აღარ მიღმა ვართ რატომ აღარ ხუმრობ ვანო ჩვენ მდებარეობაზე გიждდებოდი მაგაზე ვერ ვაგებინებ სადა ვართ გიждდებოდი მაგ ხუმრა ეს ინსაიდ ჯოუკები ხით მარტო ჩვენ რო ვიცით ვაფრენ ერთხელ საბაბუაძე მეუბნება ეთერში რომ ესკალაძეო ამ გამზირებსო რომ აკეთებსო გავიგეო მაგრამ ქუჩებიც ხომ არისო კაცო აქო როგორი ორმოები და თხრილებიაო ძლივს მოვდივარო და მე აღმომხდარო საბა ეს ქუჩაა თქო აბა რა არისო ეთერში მეკითხება და საბა ეს არის ჩიხი სამყაროს მიღმა სადღაც ჩვენ აი რო ჩამოუხო ვინც კი ნამყოფია ყველა სტუმარს ეცინება დარწმუნებული ვარ ამ ხუმრობაზე და სხვები უბრალოდ წარმოდგენას იქნიან სად ვართ პირდაპირ 90-იან წლებში ჩამოვდით ისეთ ქუჩა და წარმოუდგენელია იცი რა არის ეხლა შენს გარშემო ხო ძალიან ბევრი ამბავია და თემების ისეთია მაგრამ ყველაზე მაგრამ ხალისობ ხოლმე რომ მუდმივად გიტევენ ყველა მხრიდან ოღონდ რა იმიტომ რომ შენი ეთერი რომ თავდება ხან ნაცი ხარ ხან ქოცი ხარ ხან შუაშისტი ხარ ხან რა ვიცი აი ესე იგი ვანო ჩემ ბიოგრაფიაც ასეთია ნუ რაც მოგრძალებული ჟურნალისტური რაც მაქვს ხან რევოლუციონერს მეძახდნენ 2003 წელს მერე მიშისტი ბადრისტი ბიძინისტი ისევ მიშისტი ისევ ბიძინისტი ეხა ბოლოს ბიძინისტზე არიან გაჩერებული ოღონდ როდესაც ნაცები დადიოდა უпростоრად ოცნება დადიოდა ჩვენს ეთერში მაშინ მე მიწერდნენ რომ მე ვარ ნაცი, იმიტომ რომ კრიტიკული ვიყავი მათ მიმართ. შემდეგ ვინც დარჩა იმის მიმართ, ვინც დადის ეთერში ეს შეზღუდული წრე, რომელიც კიდევ აი ყოველდღიურად უფრო ვიწროვდება.
იმათ ვუტევ, არ ვიცი, აი ჟურნალისტიკა როგორც არის, მესმის, სულ ისმის, რომ რა დროს კითხვის დასმის დროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც პატრიოტიზმი, არის პროფესიონალიზმი, როგორც შემიძლია და სულ ვფიქრობ, რომ არის კითხვის დასმის დრო და მიწერენ, რომ შენ ხარ ქოცი და ნადიმ ხმალაძე მყავდა ეთერში ღობის ამბავზე და თქვა რომ ის ღობეო იყო გადაჭრილიო და მე ვთხარი რომ ეს მეთქი რა გამართლებაა მასე მეთქი სახლის კარი რომ ღია დავტოვო და ქურდი შემოვარდეს თქო მე ის ამით უნდა გაიმართლოს თავი რომ სახლის კარი ღია იყო თქო და ხა ძალიან მოეწონათ ეს ფრაგმენტი და რომელიღაც მედია საშუალებას ედო და ქვემოთ 1000 კომენტარი იყო რომ ეს ნაციო ნახე წელიწადში ერთხელ ნაცსაც უნათდება გონებაო რა კარგად კოცები ანუ ამ სამყაროში ხო კოცი ვარ და იქეთ სამყაროში ნაცი ვარ და ნუ არ ვიცი აი წარმოუდგენელია ერთი ასეთი ისტორია ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩემთან სტუმრად და რომ გამოვიდა სარეკლამო პაუზის დროს მეუბნება რომ შენთანო რომ მოვდივარო ეს მამალი ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ქალებიო მეჩხუბებიან რომ მაგ კოცთან რა მიგიყვანაო ხო და ეგო კოციაო იცი რატომო მისი ქმარიო კოცებთან ერთად არის ბიზნესშიო მე უთხარიო კაცო რა ის კოცებთან ერთად ბიზნესია მისი ქმარი ფორმულაზე მუშაობსო და ეს ის პერიოდი ახლა კეზერაშვილის რო არის უფრო აქტიურად ფორმულა მისი მფლობელია და ფორმულაზე მუშაობს მაგის ქმარიო ეს კეზერაშვილიო ნახეო მაგ კოცის ქმარს ამუშავებსო დამთავრდა ახლა ეს ისტორია და მოვყევი სახში ეს ამბავი. ჩემი ქმარი ფორმულამდე მუშაობდა, სულ ადრე იმედში, მაგრამ ფორმულამდე მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მომიბრუნდა ჯონი და მეუბნება. დიანა, წინა სამსახურიდან გამომაგდესო, შენი ცოლი ნაციაო და ეხლა ძალიან გთხოვ, ამ სამსახურიდან ნუ გააგდებინე, ჩემთან შენი ცოლი კოციაო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ ეს. ძალიან აღარ ვიცით. ეს წამლებით რატომ დამხვდივ? ანუ ვინერვიულებ ახლა. იცი რა ჩვენ მდგომარეობა ხო იცი როგორია ფინანსური მდგომარეობა და ვთვლი რომ აქვეა ტკივილ გამაყუჩებელი თავის ტკივილი სამალი აუცილებლად კაი. კეტონალი, ამიტომ ხოთაშორის 7 წუთში აყუჩებს ეს. ხო და ეს ფინანსური მდგომარეობა ხო იცი როგორია? მე TV პირველზე ვმუშაობ, ჩემი ქმარი ფორმულაზე. ანუ საერთოდ რა გაქვთ შემოზე? რითი ვარსებობთ არის კითხვა და ვახოსანაია რომელიც აი ძალიან მიყვარს, აი ჩემთვის გამორჩეული კოლეგაა. ამას წინათ შემხვდა და მიყვება ფორმულას კრიზისზე, მე TV პირველის კრიზისზე ვცვლით ინფორმაციას და ვიცი მეთქი, კაცო, რას მიყვები მეთქი? ვიცი, ჩემი ქმარი სახში პურით და მაწვნით დადის მეთქი და უცებ ვახო მომიბრუნდა მაწვნით დადის, მაგას წესით მაწონი ვერ უნდა მოკონდეს სახში. ესე იგი ეგ სადღაც დაძვრება. საიდან მოაქვს? მისი ფინანსური მდგომარეობა ვერ უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ის მაწვნით მაწონიც კი იყიდოს, კი. იცი რა უნდა კითხო, კიდე შენი შეხვედრა ბიძინასთან. ბიძინას რამდენჯერმე შევხვედრი ვარ, მხოლოდ ინტერვიუს და ეთერის დროს. ხო. და ერთხელ მაესტროში შევხვდი, როდესაც ჩემი ეთერი ჯერ არ არიან ხელისუფლებაში მოსულები, ჩემი ეთერი მთავრდება და თეა სიჭინავასთან არის სტუმრად და თეა სიჭინავა და ბიძინა შედიან სტუდიაში, მე და თამარ ჩუგოშვილი მაშინ საიას თავმჯდომარეა, გამოვდივართ და მე გადავწყვიტე და მივსალმებოდი და არა თუ მივსალმებოდი თვითონ ვიცნობდი, ესე თამარ ჩუგოშვილიც გამეცნო მისთვის და გამარჯობათ მეთქი დიანა, ეს თამარია ჩუგოშვილი და ბიძინა თქვა ეს თამარია ჩუგოშვილიო. მოიცათ, მე საქმე მაქვს თამარ ჩუგოშვილთანო და გვერდით გაიყვანა თამარი და საიასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიები ქონდა იქ მოქალაქეებს რაღაც თემაზე თქვენ არასწორად თქვით თუ ასე თქვით და დიდხანს თამარს ურჩევდა მოკლედ საქმეს და ძალიან ავნერვიულდი, რომ თამარ ბოდიში, რომ ეს უხერხულში ჩაგაგდე და მე მაპატიე და რაღაცა, ნუ აი დიდხანს ბოდიშებით ვაცილებდი თამარს. შემდეგ ბიძინას და თამარის გზები გადაიკვეთა. თამარი მოვიდა ქართულ ოცნებაში, შემდეგ სასწავლებლად წავიდა, შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ვიცე-სპიკერი იყო და სულ ვაყვედრიდი, რომ თამარ დაგნიშნე ვიცე-სპიკერად და თამარ დაგნიშნე,
თამარი სხვათა შორის პროპორციulis ჩავარდნის გამო წამოვიდა ოცნებიდან, მაგრამ ნუ სანამ იყო მოკლედ დიდხანს ვაყვედრიდი, რომ თამარ. ანუ ფაქტიურად გზა გაუკვალე. ხო, არ ვიცი. გავუკვალე, არ გავუკვალე, ალბათ მის ბიოგრაფიაში თავად ერთი ამბავი ვიცი გავიგე შენზე, რომ ინგლისური არ იცი. ინგლისური არ ვიცი, ვანო. ხელს გიშლის ეს თუ? იცი რა, ვკითხულობ, ვუყურებ, მილაპარაკია, ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ ინგლისური არ ვიცი, მართლა. ძალიან მძიმე. აი როგორი ინგლისური ვიცი, იცი, ახლა ამას წინა თვითფრინავში გადაჯდომა მინდოდა ადგილის გაცვლა და ამ კაცოეუბნები we are friends and we want blah 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 may I sit here და იმ კაცმა უთხრა if you want blah 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 ანუ რაღაც სიტყვებით ვცვლი ხოლმე და რაღაცნაირად აი რაღაც body language და ასე შემდეგ და ნუ არ ვიცი ინგლისური და რას ვაბრალებ ამას რაღაცაში მინდა დავაბრალო და სკოლაში ვსწავლობდი ფრანგულს ყავდა შესანიშნავი პედაგოგი დესდემონა ერქომაიშვილი რომელმაც დესდემონა ერქვა სასწაული ქალი იყო რაც მასწავლა ფრანგული ლექსები მასწავლა ახლაც ვიცი ვანო მიდი მოყევი ერთი ქარიქრის ორი ვერსია ვიცი ორგვარი ნათარგმნი ფრუძვაჟმის მანელ ფეიზამ პოხტე პაღლევან ელეს აღპლაიე ტუნიუ უეცუ და ასე შემდეგ მე ლევან სუფლან რამდენიმე თარგმანი და ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ლექსი ოდა პარის და პოლ ვერლენის ლექსები და მოკეთ ფრანგული გვასწავლა მთელი თავისი პოეზიით და 35 წელი გავიდა მეტი და დღემდე ყველა ლექსი მახსოვს რაც დეზიკო ერქომაიშვილმა გვასწავლა და სკოლაში ვართ ფრანგულს სწავლობთ ახლა გოგოები ვლაპარაკობთ პარიზზე და ინგლისურიც ხომ არ ვისწავლოთ და ნახეთ მასწავლებელი და დავიწყეთ სვეტა შიშმანოვასთან სიარული ქობულეთში ძალიან კარგ მასწავლებელთან და ამ სვეტამ გვასწავლა ანბანი, გვასწავლა გრამატიკის წესები და სასაუბროზე გადავიდა და ეხლაო ქუჩაში უცხოელი რომ შეგხვდეთო და რომ მკითხოთო რომ აი რა ხდება საქართველოში რა სეტყვითო რა დროა იცი კობა ხაბაზი წევს კულტურის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობს ანუ რა ეპოქაზე გიყვები? ოღონდ ეხლაც წევს კობა ხაბაზი დგას აქციაზე ყოველდღე, არაფერი შეცვლია. რას უპასუხებთო უცხოელი რომ შეგხვდეთო და გვასწავლა ასეთი ფრაზა. The situation in Georgia is tough. That is impossible to predict what will be happen tomorrow. ანუ საქართველოს სიტუაცია არის მძიმე და შეუძლებელია განჭვრიტო რა მოხდება ხვალ. მე ვიცახი რომ 35 წელი ამაზე უკეთესი რა უნდა მესწავლა. აი ერთი დღე მაინც მითხარი, როცა situation in Georgia არ იყო tough და შეიძლებოდა განგეჭვრიტა ხვალ რა მოხდება. ეხლაც მუშაობს ეგ. გეუბნები კობა ხაბაზი მაშინაც კულტურის სახლის წინ მამაჩემთან ერთად რომელიც ეროვნულ მოძრაობაში იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნით შიმშილობდა ამდენი წელი გავიდა და ჩემ მეგობრებთან ეს ხუმრობა მოყოლილი მაგ ხუმრობა ესე ვისწავლე მეთქი და 2 წლის წინ ჩემ მეგობარი წავიდა ამერიკაში და იქ ბარის მეპატრონემ სადაც მუშაობს კითხა რომ ტელევიზიაში თუ ჩამოდიოდიო კაცო აქ რა ისა ტელევიზიაში თუ მუშაობდიო აქ რატო ჩამოდიოდიო ახლა ტელევიზიის პროდიუსერი თუ იყავი პოლიტიკური გადაცემებისო და ხა ამან კარგად არის ის ახალჩასულია ინგლისური მაგრამ ეს ფრაზა უკვე ხუმრობით ზეპირად იცის და უთხრა რომ the situation in Georgia is tough it is impossible to predict what will be happen tomorrow ოღონდ სულ მინდოდა სწავლა და სულ ყველა ვიზიტის დროს აი ამ ეს თქვათ როგორი გიჟური რიტმით მუშაობ მთელი ცხოვრება ერთი ჩემი ნათესავი იყო სტუმრად და შენ ტელევარსკვლავი მეგონე და ჯარისკაცი ყოფილხარო აი ჯარისკაცული ცხოვრება ეს ჟურნალისტიკა და სინგაპურში მივდივარ და რაღაცა წიგნს დავტაცე ხელი და წავიღე ეს წიგნი ლექსიკონი ქართულ ინგლისური და 13 საათიანი ფრენაა ეხლა და ვზივარ და თან ვათვალიერებ ამ ლექსიკონს დათო ნიკურაძე ცნობილი ცოდნე ინგლისურის მისის გვერდით და ვეკითხები ნიკურ როგორ არის მეგობრობა friendship მეუბნება მეუბნები რომ აქ ემითი წერია მე რაღაც სიტყვას ვეუბნები იქ სხვა რამ წერია ნიკურაძე სხვა რამეს მეუბნება და
ნუ ეს ერთი 60-ჯერ რო განმეორდა, მომეციო რა წიგს კითხულობ, ეხლა დასტაცა ხელი და აიღო ხელში დახედა, გადაშალა და ქალო მეუბნება 5 კონტინენტზე ელვისის სწრაფით ვითარდება ენაო შარშანდელი ლექსიკონი უკვე გადაგდებული მაქვს და შენ თამარ და ისიდორე გვარჯალაძეების 1932 წლის რედაქციით ხარ წამოსულიო არ სწველიაო მერე იქ ნახავ ძველი ინგლისური გუთნის დედა და ეგეთი სიტყვები იყო რა გუთნის დედა ირლანდიაშიც აღარ არისო ნუ მოკლედ დედა ეს ინგლისური არის ჩემი სუსტი წერტილი. რა უშავს, ჩემი სუსტი წერტილი. იცი რა, ამას წინათ თქვი, წიგნი გაჩუქეს ინგლისური და ჩავა ბულბულებო ისე თქვი, მივხვდი. ერთხელ სადღაც სუფრაზე ვართ უნგრეთში, ბუდაპეშტში და ყველანი ვართ დამოკიდებული ერთ ქალზე, ლიზაზე. მის კეთილგანწყობაზე, ლიზა თუ კაი ხასიათზე იქნება, სხვა მაროკოში მივდივართ, შემდეგ იქაც წაგვიყვანს, ისრაელში მივდივართ, მოკლედ ეს ტურები გაგრძელდება და ერთ-ერთი ჯგუფის წევრი სვამს ლიზას სადღეგრძელოს. ახლა ლიზას ქება არის მოდაში მოკლედ იქ იმ ტურში და ლიზა ეუბნება You are not a woman. You are და უცებ ყველამ ინგლისური იცის და მე მომიბრუნდა მეკითხება რომ ქალღმერთი როგორ არისო ანუ ქალი კი არა ქალღმერთი ხარო უნდა ლიზას როგორ არის ქალღმერთი მე თქვი აფროდიტა თქო რა ვიცი ქალღმერთი აფროდიტა თქო ლიზამ გაიგო და ყვაყოფილი იყო და მაროკოშიც იყო შემდეგ წამოვიდა კი ეხლა ახსენე რომ სინგაპურში ვიყავიო ნუ როცა ალბათ გადაღებაზე ხო ვანო ისეთი აქტიური ცხოვრება მქონდა ეხლა ხო იცი ის დერეფანი თვითმფრინავისკენ მიმავალი არის ყველაზე ბედნიერი იქ გასვლა რომ სადღაც მიუფრინავ მაგრამ გეიტში მაგრამ დრო იყო მაია თაბაგარი ჩემი საინფორმაციო უფროსი რომ დამიძახებდა ოთახში ვაიმე კიდე სადღაც მიუფრინავ აღარ შემიძლია იმიტომ რომ კვირაში რამდენჯერმე დავდიოდი მოკლედ ამ ვიზიტებში და სინგაპურში, ირანში, არ ვიცი, შტატებში, სოფლიოს ირგვლივ, არ ვიცი, ქვეყანა არ არის დარჩენილი, სადაც არ ყოფილიყავი, მათ შორის. ანუ საინტერესო პასპორტი გაქვს, რო ჩაიხედა. კი, რამდენიმე. და სინგაპურში ვარ ნამყოფი და იცი რა პერიოდია? პერეგონი, სადღაც უნდა მისულიყავი ტელევიზიაში, იქაურში, რომ შენი ტელევიზიისთვის მასალა გადაგეგზავნა. ანუ მარტივად ეხა სადაც ხარ ინტერნეტით ეგრე არ იყო და სინგაპურში ისეთი მკაცრი წესებია, რომ გაგვაფრთხილეს ყველაფერზე გაგვაფრთხილეს, კევის დაღეჭვა არ შეიძლება, ვთქვათ, რაღაც უმკაცრესი წესები აქვს. ასევე ტაქსი ჩერდება მხოლოდ ბოძები დგას ქუჩაში, იმ ბოძთან მიხვალ, ღილაკს ხელს მიაჭერ და იქ მოვა ტაქსი. სხვა არანაირი მოძრაობა არ შეიძლება. მაგვიანდება, ეხლა უნდა გადავაგორო მასალა და გავვარდი ქუჩაში და ესე ვიქნებ ხელს და საელჩოს წარმომადგენელი მეუბნება დიანა არ შეიძლება არ არსებობს არავინ ესე მაშინ ეხლა აქაც ვერ გააჩერებ ასე ტაქსს მაგრამ მაშინ ეს იყო მარტო და ტაქსი გავაჩერე იმიტომ რომ იმ ბოძებთან რიგი იყო და ტაქსი გავაჩერე და ეს კაცი მეუბნება რომ ეხლა ვამთავრებდი სამუშაოსო და ესეთი არ შემხვედრია აქამდე და ემერჯენსი, ანუ რაღაც ძალიან გიჭირს მივხვდიო, ანუ და ის საელჩოს წარმომადგენელი მეუბნება, ჩემი თვალით რომ არ დამენახაო, ვერაფრით ვერ დავიჯერებდიო. სულ ამ ვიზიტებში რომ დავდიოდით, მე და ოპერატორი ბუნებრივია, ეხლა მარტო ხო არ ვიქნებოდი აუცილებლად ოპერატორთან ერთად და ჩემი ოპერატორები დამემოწმებიან, ეხლა ვისთანაც მიმუშავია, ყველასთან უთბილესი ურთიერთობა მაქვს, რომ დედასავით ვიყავი. ზოგადად ვარ მზრუნველი ადამიანი და ამ ოპერატორებსაც ძალიან ვუვლიდი. ფულს მემაბარებდნენ ხოლმე და მე ვანაწილებდი ამ ფულს. კიდე რამე თუ მორჩებოდა დღიურს პერდიემი, რამე თუ მორჩებოდა იმასაც ვანაწილებდი და ნუ ძალიან ხელს ვუწყობდი ამ ოპერატორებს თუ დასჭირდებოდათ ჩემსაც ვაძლევდი და თან სულ ეს თქო ვასწავლიდი რომ ეს იყიდეთ, ის იყიდეთ, კანფეტები უყიდეთ ბავშვებს ხელცარიელი, ცოლშვილი თუ არ ყავდა დედას ჩაუტანე რამე და სულ ეს ის დრო აქ საერთოდ მაღაზია არ არსებობს. ანუ ეხლა როა ყველა მაღაზია ის პერიოდი არ არის და ასე ვარ სინგაპურში წასული და ამ ოპერატორს მივეცი ახლა თავისი ფული, 1 დღის, 2 დღის, ყველა ფული მივეცი, მოკლედ რაც ერგებოდა და
სამარშრუტო ტაქსით მივდივართ სინგაპურის პრეზიდენტთან შესახვედრად. ზურაბ ნოღაიდელი პრემიერია ზის და ესე ჩვენს ყველანი ვართ ამ ტრანსპორტში. მოგეთ ერთი სივრცეა რა, ხმაც ისმის და ეს ჩემი ოპერატორი ესე გვერდით მიზის და დიანაო მეუბნება. ფული დავხარჯეო და მასესხე რა ერთი $100. $100 კაი ფულია ხო. დავხარჯეო ფული რა. სულ დავხარჯეო ყველა ფული და ერთი $100 ესე თან მეუბნება ესე. რატო დახარჯე მე ხო ცოლიდე და ესე ყველაფერი ვარ ამ დროს და რატო დახარჯე ბიჭო მეთქი რატო გამოხარჯე კიდე 2 დღე ვარ აქ და რაღაცა გეყიდა კაცო სად დახარჯე როგორ დახარჯე კი მოგცემ მაგრამ რატომ დახარჯე და ეს მეუბნება რა ვიციო ქალებში ვიყავიო რატო რა გინდოდა ქალებში რა ქალები აიტეხე ახლა მე ბრას ვაგრძელებ ვინ მეკითხება და სინგაპურიო რამეთი ხომ უნდა დამახსოვრებოდა და ეხა ნერვები ამეშალა და ხმას ვუწევ ბიჭო მეთქი სექსით რომ ქვეყნებს ვიმახსოვრებდე თბილის არ უნდა ვიყო გაცდენილი რა სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა უკვე ისეთ ხმასე ვარ წარმოდგენილი რომ ტრანსპორტში ხალხი იგუდება რომ რას არჩევ ეგრე რომ ვიმახსოვრებ რა არის მეთქი ანუ სინგაპური ხომ უნდა დამახსოვრებოდა რამეთიო სინგაპური რაღა რამეთი სინგაპურია რა ვიცი ახლა სინგაპურია ყველაზე მაღალი შადრევანია შენობებია სხვა საუკუნეში ვიყავით სხვა ეპოქაში ვიყავით და რა ვიცი ხა ტაილანდელ ქალებთან ანუ რა მაგრა დაიმახსოვრა რითი დაიმახსოვრა რაღაცა ხომ უნდა დამახსოვრებოდაო და ბიჭო მეთქი ქალებში ვიყავ რითი გახსოვ აი იყოს აკანი ქალები ანუ ერთი ისტორია მაქვს ასეთი ვინც მიცნობს ყველა მიცის ეს ისტორია ძალიან დიდი ხნისაა მაგრამ შეიძლება ახლა ვანოს შოუში ხო პირველად ვარ და ხო რა თქმა უნდა ჩაიფიქრე ის ხო ჩავიფიქრებ და შეიძლება სხვანაირად ისმინებოდეს შენი მაყურებლებისთვის უკრაინის რევოლუციას ვაშუქებდი 2 თვე იქ ვმუშაობდი და მართლა ყველას ვიცნობდი. ტიმოშენკო რომ ხედავდა, რამე ხო არ გჭირდებაო, ხო არ გცივაო, ხო არ გწყურიაო, რაგი, ანუ ეს მესალმებოდნენ, მემეგობრებოდნენ. და მოკეთ ძალიან ჩავმეგობრდი ყველასთან, იმ დროინდელ გმირებთან, იმ დროინდელი პოლიტიკის და არჩევნებია. და მუშაობ რა კიევის ქუჩებში და მხდება საქართველოს დელეგაცია. ალექსანდრე შალამბერიძე, ეხლა გარდაცვლილი შემდეგ, მაგრამ მაშინ ნაციონალური მოძრაობის დელეგაცია არის ჩამოსული არჩევნებზე დასაკვირვებლად. 2004 წელია. 2004 წელი, კი. ალექსანდრე შალამბერიძე, კობა ბექაური, გივით არგამაძე, არ ვიცი, აი რაღაც დიდი დელეგაცია მხდება ქუჩაში და არჩევნებს ვაკვირდებითო და მე იქ ისე ვარ ყველაფერი ვიცი სად რა ხდება უკრაინულ არხებზე და ერთხელ რაღაც მასალა BBC-ზე ჩქარა გადმოვაგზავნე თბილისში და მოკლედ არც მიხსენო მოკლედ BBC არც არ მიხსენო BBC მოკლედ იქ ისე ვარ რა მუშაობ და ვიცი ყველაფერი და მაგრამ მეთქი მაინც ჩაიწერეთ ჩემი ნომერი თქო იქნებ რამე ისე დარღვევას მიაგენით თქო რომ საჭირო გავხდეს რა ჩემთან კომუნიკაცია და კობა ბექაურმა მითხრა მე ჩავიწერო და ამოიღო 4 ტელეფონი კიევსტარი, ჯეოსელი, აზერსელი, თურქსელი, არ ვიცი რომელიღაცაში ჩაიწერა ჩემი სახელი და გვარი და ჩემი ტელეფონის ნომერი და სახელი და დავემშვიდობ ახლა ამ დელეგაციას და წავედი ვაშუქებ ამბებს და ღამის 2 გვიანია ეს მოურჩით ყველაფრის გადაღებას და მოვდივარ სადაც ცხოვრობთ იქ სასტუმროსკენ და ჩემ ოპერატორს ვეხმარები ხანდახან მამუკა გოგიჩაიშვილს შტატივს მე წამოვიღებ მეთქი შემთელი დღე ატარებდი დაიღებ და ეს შტატივი მოკიდებული ახლა მოვდივარ და ტელეფონი მირეკავს და ავიღე ტელეფონი ალო ძიანა ეტავი მეუბნებიან და ეტაია პასუხობ ეტაია კობა ბექაური ვა კობა როგორ ხარ თქო ვეუბნები და ქართველი ხარ გოგო ქართველი თუ იყავი წუხელ რატომ არ მითხარიო ეხა რაღაც წამის 1000-ში ვფიქრობ წუხელ სად ვიყავი აქციაზე ვიყავი მეტი ახსოვ მაგრამ ქართველი თუ იყავიო წუხელ როგორ არ მითხარიო და
ძალიან გაუბრაზდი რაღაცმო რომ მივხვდი რომ წუხელ არზე დავყოფი ვარ გამოვურდე ტელეფონი და გავაგრძელე გზა ცოტა განერვიულებული და თავიდან მირეკავს და რა იყო მეთქი კობა დიანა ვარ ტრაპაიძე მეთქი და დიანა ვარ ტრაპაიძე მე მაპატიეო მე დიდი ბოდიშიო ვიღაცა გავიცანი აქ დიანაო და იმას ურეკავდიო და მე ძალიან პოპულარული იყო ქართველი ხარ გოგო ქართველი თუ იყავი წუხელ რატომ არ მითხარი ანუ ღამე გაატარავე ქართველი თუ იყავი რა სტაჯავდიო ეხა რა ენაზე ლაპარაკობდე და ვიცი ხო და ოღონდ ეს ისეთი პოპულარული ისტორია გახდა იმ წლებში, იმიტომ რომ ის ხომ მთელ დელეგაციასთან ერთად იყო, იმ დელეგაციას მოუყვა, მე არხს, ჩემ არხზე მოუყევი და თვითმფრინავით, სამთავრობო თვითმფრინავით რომ დავდიოდით დელეგაციაში, დავყვებოდით პრეზიდენტს, პრემიერს, ყველას, რომ ავიდოდით თვითმფრინავში, ესე მე ვსალმებოდნენ ზიანა ეტავი, და მე ეტაია. კი, ძალიან დიდხანს ვიყავი ზიანა ეტავი. აი, იყო დიანა, ძალიან დიდი მადლობა. მოხედავ, ესე იგი მაყურებელს მინდა უთხრა, დიანა რამდენად სერიოზულია ეკრანზე, იმდენად ხიარულია ეკრანს მიღმა. ანუ ეს მინდოდა მეჩვენებინა ამ გადაცემით. ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კაი იყო. დიანა, ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვო და უღრმესი მადლობა ქალბატონო დიანა ტრაპაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით და რა თქმა უნდა, ზუსტად ერთ კვირაში არ გადართოთ წინ პირველი ხაზი გელოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად. აი მეც ვაცხადებ ხო? ხოჭა. კი არა ხარ რომ მე მაცხადებ, მე ვიკას ვაცხადებ და ასე ვართ აი ეს ცხოვრება. მადლობა. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.